ახალ ტექნოლოგიებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ბიზნეს პროცესების გამარტივებას და ეფექტიანობის გაზრდაში ეხმარება. და დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ სამ ქართულ ციფრულ გადაწყვეტას, რომლებიც სხვადასხვა სფეროში უკვე რეალურ შედეგებს აჩვენებს. პირველი ეს არის Legal Guard AI, ქართული Legal Guard, ხო. Legal Guard AI მეგობრებო, ეს არის როგორი რამე, იცით, აი ქართულ AI-ზე, რომელიც ნებულამ დაქოქა, მაგაზე დაფუძნებული იურიდიული ასისტენტი. ნებულადან გამომდინარე, რომელთან ჩვენ ძალიან ახლო პარტნიორობას ვაპირებთ, ეს დეტალები ვიცით. დანარჩენს ნინი გეტყვით, ხა ჩემზე უკეთესი. კარგი, მეორე გადაწყვეტა, რომელიც აერთიანებს Nebula AI Hub-ი, ეს არის GPS საწვავის მონიტორინგის სისტემა, რომელიც კომპანიაში უკვე არსებულ GPS-ებსა და საწვავის ტრეკერებს ებმის. და მესამე ეს არის უკვე Social Genius პლატფორმა, რომელიც ბრენდის იდენტობის სრული დაცვით აგენერირებს მათ შორის გეგმავს და აქვეყნებს ვიზუალურ თუ ტექსტურ მასალას. რა შესაძლებლობებს ქმნის ეს გადაწყვეტილებები ქართული ბიზნესისათვის და როგორ მუშაობს ჯამში თითოეული მათგანი პრაქტიკაში. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს დღევანდელ სტუმართან ერთად. ნატალია პატარიძე შემოგვერთდა, Nebula AI Hub-ის დირექტორი არის საქმე ინტილეს ეთერში. დილამშვიდობისა ნატალია. დილამშვიდობისა და მადლობა მობრძანებისთვის. საქმე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ ერთ ამბავს, რომ ბევრმა იცით ჩვენგან Nebula-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, მათ შორის გლობალურ კომპანიებთან, ისეთი როგორც არის Mastercard-ი, რომელიც წარმოადგენს საქართველოში და სომხეთში თავის წარმომადგენლობას, მათი ბოლო სტუმრობებიდან ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მნიშვნელოვნად გაზარდეს საკუთარი სერვისები სწორედ კორპორატიული, ანუ ბიზნეს მიმართულებით. ეს აღარ არის მხოლოდ საცალოდ, ანუ გნებავთ რითეილზე, გნებავთ ფიზიკურ პირებზე დაინტერესებული ადამიანებისთვის და ზუსტად Nebula-მ დაიწყო იმ ფუნქციის შესრულება, რაც ბიზნესისთვის საინტერესოა. ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ Nebula AI Hub-ის დირექტორი იყოს დღეს ჩვენთან ერთად, რომელიც განაახლებს იმ სერვისებს და პორტფელს, რომელმაც დღეს უკვე კომპანიაში მოიყარა თავი. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა და დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი პროდუქტებით. მადლობა დიდი მობრძანებისთვის. თვალს ჩვენ კომპანიაში არსებულ პროცესებს. გლობალური ბრენდები ახსენეთ და ჩვენ გვაქვს სიახლე სასწავლო მიმართულების კუთხით Cisco-ს აკადემიის პარტნიორები გავხდით, დიახ და ასევე უფასოდ შევძლებთ მთელი წლის განმავლობაში სტუდენტებისთვის საქართველოს მასშტაბით ლიცენზიების გაზიარებას, როგორც ხელმოწერილია და ყველაფერი გავლილია, ხო ნატალია? და უკვე Nebula-ს და Cisco-ს ერთობლივი ლოგოებით და ბრენდირებით დარიგდება სერტიფიკატები, ამის უფლებამოსილებაც მოგვეცა. ნატალია, სანამ გადავალთ მინის მიერ ჩამოთვლილ სამ განახლებულ სერვისზე. დღეს, რომ გადაავლოთ თვალი ამ წუთში, Nebula-ს პორტფელი უკვე რას წარმოადგენს? გნებავთ უკვე დაკონტრაქტებული ან ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პარტნიორობა და რაც თავარია სერვისები. ვიდრე ამ სამზე გადავალთ, იმიტომ რომ ამ სამის ცოტა ჩაშლა გვინდა და მეტის ცოდნა თუ შეიძლება. კი ბატონო. ზოგადად Nebula როგორც სტრუქტურა ორიენტირებულია მთელი ჯაჭვია აწყოს ეკოსისტემის განათლებიდან დასრულებულ ბიზნესამდე. ჩვენ ამიტომაც გვაქვს როგორც ჩვენი შიდა აქსელერატორის პროგრამა, ინკუბატორის პროგრამა და ასევე საგანმანათლებლო მიმართულება, რომ ადამიანურ რესურსებსაც მივცეთ ადგილზე გადამზადების შესაძლებლობა, შემდეგ უკვე გადმოვიდნენ ინკუბატორში და შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და სტარტაპად ქცევა და სტარტაპის შემთხვევაში სრული მხარდაჭერა ჭერავთ Nebula-სგან როგორც გაყიდვების ნაწილში, ასევე მთლიანად ბაზარზე იმპლემენტაციის და რეზონირების თვალსაზრისით ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს. ფაქტობრივად არის ინოვაციური ეკოსისტემა საქართველოს პლატფორმაზე. პრინციპში არც არის რეგიონში მსგავსი კონცეფციის ტექნოლოგიური AI Hub-ი ამ მოცემულობით, ამის ანალოგი და ამ ეტაპზე ამ მიმართულებით ვართ პირველი რომლებიც განათლებიდან ბიზნესამდე სრულ მხარდაჭერას და სრულ ჯაჭვს უზრუნველყოფს. თავისი სერვისული ყველანაირ საპორტებით ეგრეთ წოდებული ტრანსფერ. ყველანაირად აბსოლუტურად ჩვენთან მოსული სტუდენტი ან კურსდამთავრებული, რომელმაც იცის ტექნოლოგიები, აღარ უწევს სხვასთან რაიმე რესურსის მოძიება, როგორც საგრანტო მიმართულებით, ასევე უშუალოდ პროექტების შემუშავების, სოლუშენების მომზადების კუთხით და ასევე განათლების გაძლიერების, უწყვეტი განათლების პროცესი აქვს ჩვენ თანამშრომლებს ადგილზე. კარგი, მე როგორც შესავალში ვახსენე, BMG-ს და არაცალკე აღებულ გიორგი ისაკაძეს ან ნინი ლონგურაშვილს აქვს საქმიანი კვეთა, რაზეც მუშაობთ თქვენ გუნდთან ერთად
და შესაბამისად მაინტერესებს რატო წამოიწია ამ სამმა ახალმა სერვისმა. ჯერ განზოგადება მინდა ვიცოდე იურიდიულ მიმართულებაზე. ამ შემთხვევაში არის საუბარი მონიტორინგის სისტემაზე, რომელიც GPS უკავშირდება და social genius-ი, რომელიც ასევე მაინტერესებს. ანუ ნახეთ, ერთის მხრივ AI გამოდის, რომ არის აბსოლუტურად ამოუწურავი თემა. იგივე თქვენ გუნდში რომ ეს ალბათ ნებისმიერს გადაამუშავებენ, მაგრამ ამ სამზე გაჩერდით და ეს არის ახლა წამოწეული. რატო? თუმცა სამი გვაქვს დღეს წარმოდგენილი. დღეს იდეაში უკვე 13 პროექტი გვაქვს მზად სხვადასხვა სექტორისთვის, მართლა შევზღუდავია შესაძლებლობები და ყველა სექტორს ეხება, თუმცა რატომ ვთქვათ legal guard? იმიტომ რომ რაღაცა ავთენტურია და არქეტიპული ჩვენი იდენტობისთვის საბუთთან ურთიერთობა, ხო? და ყველაზე რუტინული საქმეა, რომელსაც ეფექტურად აგვარებს AI. თან აღსანიშნავია ეს ფაქტიც, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტა პროგრამული უზრუნველყოფა ადვოკატთა ასოციაციასთან კონსულტაციით შევქმნით, შევათანხმეთ და შემდეგ უკვე გამოვიტანეთ ბაზარზე პრეზენტაციის სახით. უსაფრთხოების ნაწილიც მთლიანად დაცულია, რომ აბსოლუტურად შეძლო ნდობა იურისტებს მოგეხსენებათ ვიჭირთ ნდობა მსგავსი ტიპის ტექნოლოგიებთან და თან მინდა აღნიშნო, რომ ეს არ არის ჩანაცვლება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ასისტენტი, რომელიც მათ ეფექტური დროის გამოყენებას სთავაზობს მხოლოდ და მხოლოდ და იმ რუტინას აცილებს, რომელშიც ისეთი ძვირფასი დრო ეხარჯებათ, შემოქმედებაშიც იურიდიულ გადაწყვეტებში შეუძლიათ ეს დახარჯვა. რაც შეეხება GPS სისტემებს? დიახ. GPS-ის სისტემები უფრო ფართო სპექტრზეა მორგებული და ნებისმიერი ბიზნესის ანბანი ალბათ იწყება იქიდან, რომ ხარჯი დაზოგოს, ხო? ეხლა რაც არ უნდა მაღალი ინტელექტუალური ტერმინოლოგიით ვისაუბროთ, ნებისმიერი ბიზნესის ინტერესი არის დადის აქამდე, რომ ოპტიმალური იყოს ხარჯი. და GPS-ები როგორც ლოჯისტიკის კომპანიებს, გადაზიდვის კომპანიებს, სამშენებლო ძალიან ფართო სპექტრია, ხო? GPS-ებს ვინც იყენებს სადისტრიბუციო კომპანიებს ასევე და ჩვენ არ ვთავაზობთ, რომ არსებული აპარატურა შეცვალონ, ან რაღაც მოკლედ ძირეული ცვლილება განიცადოს მათმა არ ვინტეგრირდებით საერთოდ დეშბორდს ვთავაზობთ, რა ინფორმაციაც მოდის GPS-დან, იმას ვაანალიზებთ, ამის პროგნოზირებას ვაკეთებთ მომავალში, როგორც საწვავის, ისე რელიეფის მიხედვით, მანქანის ცვეთის და სრული ინფორმაცია აქვს მომავალზეც და აზმყოშიც რა ინფორმაციაც მომდინარეობს ლაივ რეჟიმში GPS-ებიდან მენეჯერებს. რაც მოგეხსენებათ ძალიან დიდი პრობლემაა, როგორც საწვავის თვალსაზრისით, ასევე მანქანების ცვეთის კუთხით, როცა გადაზიდვებს ეხება საკითხი. და social genius ცოტა ისე პრელუდიას გავაკეთებ. ეს არის არა ისეთი სოფტი, რომელიც ვთქვათ შეგვიძლია შევთავაზოთ დიდ ბრენდებს. ეს არის მეწარმეებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის და მე მჯერა საერთოდ ბიზნესში ერთი რამის, რაც ეხება მასას, ის არის წარმატებული. ჩემი ცნობილი თქვენთვის ცნობილი და ჩემთვის ძალიან საყვარელი ეპიზოდია მირანდა პრესლი ატარებს პრადაში, როდესაც უყვება ლაჟვარდოვანი ცისფერის ბაზარზე შემოსვლის ეტაპს და განიხილავს ამის ისტორიულ ექსკურსს, ხო? როდესაც ის მიდის მასამდე უკვე იცის ენი ჰეთევეის პერსონაჟმაც. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ყველას მივწვდომოდით. აღარ დაჭირდეთ ჯგუფის გირაოდობა, რისის შესაძლებლობაც მცირე მეწარმეს, ან მეწარმეს არ აქვს, ხო? კოპირაიტერი ცალკე, რაღაცა სოციალური მედიის მენეჯერი ცალკე და ასე შემდეგ, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი და ამის დაფინანსების შესაძლებლობა უმეტეს შემთხვევაში არ აქვს მცირე მეწარმეებს, ხო? ამიტომ ძალიან მარტივია, სასმოდელია, სადაც subscription-ით ძალიან მინიმალურ თანხას გადაიხდიან და soft ის ფუნქცია, რომ დაუგენერიროს პოსტი, ფოტო, თუ მათთვის სასურველი ფოტოც ატვირთონ და ფოტოშოპში დაუმუშავოს და შემდეგ ავტომატურად უკვე დაუპოსტოს მისთვის სასურველ პეიჯზე და თვითონ კალენდარში და თვითონ მუშაობს უკვე რიჩებზეც და ანალიტიკის ფუნქციაც აქვს, რომ რეპორტის სახით შეთავაზოს რა პერიოდებში აჯობებდა, რა აქცენტები დასვას და ასე შემდეგ, მოკლედ კონსალტინგის ფუნქციაც აქვს.
არ ვიცი რამდენად შეძლებოდა მერილ სტრიპი ყოფილიყო ამ იდეის თავარი საფორთი ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ბიზნესები უკვე იყენებენ აი ამ AI social genius-ი დღეს გამოდის და legal guards უკვე იყენებენ აქტიურად, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ იურისტებისთვის, ეს არის სტომატოლოგებისთვის და კლინიკებისთვის და ყველასთვის, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, აი ძალიან ხშირად გვისვამენ კითხვას, რით განსხვავდება ChatGPT-ისგან, ხო? ისეთი LLM სისტემებია, ხა გიგანტები, ამასთან არც ვამბობთ, რომ ვინმეს ვეჯიბრებით, უბრალოდ აქ არის მთავარი მორგებული ქართულ სამართლებრივ სისტემას, რომელიც არ აქვს Gemini-ის წვდომა, რომელზეც და არ აქვს ChatGPT-ის. ამავდროულად ამოწმებს დოკუმენტს, ანალიტიკას უკეთებს, რომ შეფასებას რა პუნქტის გაძლიერება ჯობია იურისტისთვის მაცნესთან ინტეგრაციის საფუძველზე. ასევე აქ chatbot-ი, სადაც კონსულტაციის შედეგად უკვე გაწვდის იმ კანონებს, განახლებულ კანონებს, რომელიც შეგიძლია გამოიყენო შენ ხელშეკრულებაში ან ნებისმიერ დოკუმენტში და voice ინტეგრაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ კი იურისტს ეჩქარება, სასარჩელო ფორმაც კი შეუძლია უკარნახოს და ისე მოკლედ შეავსოს. დარჩენილ ორ სერვისზე, ნატალია, ესე იგი, ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც 5 ან ზევით ავტომობილების ეგრეთ წოდებული ფლიტი აქვს და მართვაში ჭირდება, აქ შემოდის ეს თქვენი GPS საწვავის მონიტორინგის სისტემა, რომელიც შეიძლება აი ამ მცირე ან დიდი მასშტაბის კომპანიებს შესთავაზოთ, სადაც არაფერს არ ამატებთ. ახალს და არსებულში ხართ, წარმოქმნილი, მე როგორც მივხვდი. კი ბატონო. და თან დამატებითი აპარატურის გარეშე. დამატებითი, მხოლოდ დეშბორდს გავუშვებთ მათ ერთ device-ში და ექნება სრული ინფორმაცია და ასევე რეპორტების სახით PDF-ად უგენერირებს ამ და social genius უბრუნდები ერთ ნაწილში. დიახ. აქ ბრენდის იდენტობა სრულად დაცული რჩება? სრულად, აბსოლუტურად იდენტობა ანუ დაცულია. ეს არის სრულად მიმული ბრენდზე. social genius-ი არსად არ ჩანს. მხოლოდ ინსტრუმენტია in-house, რომელიც უბრალოდ პოსტს აგენერირებს და შენს page-ზე განათავსებს ამ ფოტოს, ვიდეოს და ტექსტუალურ მასალას. თქვენი 13 განახლებული ინიციატივიდან ეს მხოლოდ 3-ია. ეს მხოლოდ 3-ია. რას მოიცავს, მე არ მაინტერესებს დეტალები, იმიტომ რომ ამაზე ცალკე ვისაუბროთ შემდეგ შეხვედრებზე. რა მიმართულებებია? ისევ ბიზნესის საჭიროებიდან მომდინარეობს, თუ რაზე აქცენტირებს ნებულას გუნდი, როცა აკეთებს ახალ გადაწყვეტილებებს და სოლუშენებს? აბსოლუტურად ვართ ორიენტირებული სხვადასხვა სექტორის საჭიროებებზე. ვაიდენტიფიცირებთ პრობლემას ზოგადად და ამის, ვთქვათ, არა ადამიანური რესურსების ჩანაცვლების ხარჯზე. უფრო კომპანიებს დავეხმაროთ იმის 8 საათიანი სამუშაო დრო თანამშრომელმა გამოიყენოს ეფექტურად. იმიტომ რომ ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ დროც ფულია და ამ ოპტიმალურად გამოიყენოს ეს სამუშაო დრო თანამშრომელმა და უფრო სწრაფად მოასწროს ის დედლაინები და პროექტები, ამაზე ვართ ორიენტირებული და რა თქმა უნდა კონტროლის მექანიზმი AI ავტომატიზაციით. შემდეგ შეხვედრამდე და წარმატებებით. დიდი მადლობა. ნატალია პატარიძე, Nebula AI Hub-ის დირექტორი, მადლობა მას და მოკითხების საუკეთესო სურვილებით Nebula-ს არაჩვეულებრივ გუნდს მერწმუნეთ პირადად გონია შეხება და ერთ-ერთი ყველაზე გონიერი და პროგრესული გუნდია, რომელიც საუკეთესო გადაწყვეტილებებს მისცემს თქვენს ბიზნესს. ცადეთ მაინც და დაანჩენი გამოსვლა.